გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ახალი ჩიბუხები, რამოდენიმე, რომელიც მე ვახსენე მგონი ჩემს წინა ვიდეოებში რამოდენიმეჯერ ჩიბუხებს რო შევეხე, აი ესეთი ჩიბუხი ამერიკის სიმბოლო არის, მეთქი, აი მისურის სიმბოლო, სწორად. და სიამაყეც, აი ჩიბუხი სიმინდის ტაროსგან გაკეთებული. ეხა ბევრი ფირმა აწარმოებს ამას, განაც მისმა მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ მისური მერშაუმ ამაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ცდილობენ დააკოპირონ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ვერც ერთი ვერ აკეთებს იმ ხარისხის ჩიბუხებს. როგორც გითხარით, ორი სიტყვით შევეხები ამ ამერიკულ კომპანიას, ეს ჩიბუხები, უბრალოდ სიმინდის ტარო არის გამოთლილი, გამორღული, გაკეთებული აქვს ნახრეტი. ეთყობა ეს ამერიკაში ეს პირველი პიონერებს ჰქონდათ ეს ტრადიცია, ჩიბუხი ძალიან ძვირი იყო და უბრალოდ ვიღაცა კუსტარულად თავისთვის აკეთებდა, მოიმატა ხალხში მათმა პოპულარობა ეთყობა და ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანია მისური მერშაუმ გონი 1869 წლიდან იწყებს უკვე აი ამ ჩიბუხების წარმოებას და მას შემდეგ ძალიან წარმატებით. თან ახლა გაჩვენებთ და ხო კიდე რა მინდოდა ერთი-ორი სიტყვით მეთქვა. არ ვიცი ახლა სწორჩევას მოგცემთ თუ არ მოგცემთ, მე გეუბნებით რომ სავინელით და ესეთი ძვირფასი ჩიბუხებით უნდა დაიწყოთ, მაგრამ ახლა მართლა ადამიანს თუ არა აქვს საშუალება და ვერ ყიდულობს, საერთოდ რომ არ ჩამორჩეს აი ამ სიამოვნებას, რასაც ქვია ჩიბუხის მოწევა და მას უნდა ვიყიდოს და კონდეს მეტნაკლებად ხარისხიანი ჩიბუხი, აი ესეთი ხის ჩიბუხებზე გამოკიდებას და უხარისხო ჩიბუხის ყიდვას ჯობიათ რომ აი ეს მისური მერშაუმის ჩიბუხი იყიდოთ, რომელიც ფასებიც იწყება $5-6 და საკმაოდ კარგი ხარისხი შეგიძლიათ $15 შეიძინოთ. რა თქმა უნდა მე ვიმეორებ ხა იმიტომ თქვი რომ არ ვიცი სწორად გაძლევთ სწორჩევას თუ არა მეთქი ვერ გეტყვით აი ამით თუ დაიწყებთ რა ემოციები იქნება და როგორი იქნება შემდეგ თქვენი ჩიბუხთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი მწარმოებელია და თავისებური ჩიბუხები აქვს. მე სიმართლე რო გითხრათ, როგორც ჩიბუხს შეიძლება არ გაუგიჟებივარ, მაგრამ რადგანაც ჩიბუხი გარდა ამ ყველაფრისა გარკვეული კოლექციონირებაც არის, მე მithქვამს, აი მინდოდა რომ კოლექციაში მქონოდა და გამოვიწერე და მაქვს კიდევაც. და ახლა წარმოგიდგენთ. იაფი ღირს მეთქი გითხარით და ამიტომ არ ხარჯავენ არც ფულს, არც მარკეტინგს მიმართულებით რომ რაღაცა ძვირფასი შეფუთვები გააკეთონ და რაღაც. აი მაღაზიიდან პირდაპირ მოვიდა აი ესეთ პაკეტში. ეს კიდე იყო მეორე პაკეტში ჩადებული პატარა შეფუთვაში, მაგრამ არაფერი ისეთი. ეს საერთოდ ჩვეულებრივი ამერიკელებს უყვართ რაღაცაში უბრალოება ხანდახან. ერთი საშიშროება ამის ის არის, რომ იქ ამერიკაში პრობლემა არ არის, არ დაგიზიანებენ მიტანიზუსა, რომ დაგიზიანონ შემდეგ გამოგიცვლიან, მაგრამ აი რომ მოდის კიდე ამერიკაში, შემდეგ მეორე ჩიბუხის მაგალითზე გაჩვენებთ, დამიზიანდა და ამიტომ თუ ამერიკიდან გამოიწერთ და საუბრობთ ამერიკიდან გამოიწერთ ან Amazon-დან ან eBay-დან მიწერეთ და თხოვეთ გამოგზავნოს ხანდახან ითვალისწინებენ ისინი რომ ცოტა მყარ მოყავში ან ისეთ შეფუთვაში ჩადო. ამ შემთხვევაში გამიმართლა არაფერი არ დაზიანებულა. აი ასეთი ჩიბუხია. აი ასეთი ჩიბუხია. აი როგორ ჩანს და ჩვეულებრივი სიმინდის ტაროსგან არის დამზადებული. შემდეგ აი ეს უბრალო ხისაგან და ეს არ არის აკრილი, როგორც ხვდები, მაგრამ მაღალი ხარისხის პლასტმასია. ხარისხი არ, მაღალი ხარისხის. და რა უნდა ითქვას, აი სიმინდის, აი ამ
ტაროზე არ ვიცი ხა ვიდეოში კარგად თუ ჩანს. ანუ დაფარული არის რაღაც სითხით და რაღაც ფათხი ქვია მგონი ქართულად შტუკატურკას. აი ვცდილობ რუსული იმედან გავიდე გავლენიდან და მოვიძიო ახალი სიტყვები და აი ასეთი სიტყვა. ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ხო, აი ამბობენ რომ მისური მირშაუმის მთელი საიდუმლოება აი ამ სითხეშია, რითაც აი ეს არის დაფარული. და როდესაც დაიწყებთ მოწევას, მოწევის შემდეგ გარკვეული თვეების შემდეგ აი ეს უკვე სხვა სტრუქტურას იძენსო და სხვაგვარი ხდება და აი გემონურთვისებებზეც აქვს გავლენაო და დავით ჩიბუხის სიმტკიცეზე. ჩიბუხის სიმტკიცეზე ის უნდა ითქვას, რომ სხვა ჩიბუხებისგან განსხვავებით იაფი ძღირს, მაგრამ ეს ჩიბუხი მაქსიმუმ 2-3-5 წელიწადს თუ გაგიძლევს. ახლა არიან ვიღაცები, ვისაც აქვთ ერთეულები, რომ ამბობენ ამერიკაში, რომ ეს 7-8 წელიც გაუძღო, მეც ვერ. და პოზიციონირდება სარეკლამო ბუკლეტებშიც არის, რომ ეს არის ჩიბუხი თევზაობის მოყვარულებისთვის, ნადირობის მოყვარულებისთვის, მინდორში ვინც მუშაობს. აი ესეთი აქტიური სამუშაოების დროს გაგივარდებათ, გატყდება, დაზიანდება, ამერიკაში ჯერს გეუბნებით $4-5, $6, $7, ახლა არის $20-30-იანებიც, ეს ყველაზე ძვირიანები ითვლება, რომლებიც რაღაცნაირად ძალიან ისე რაღაც გალამაზებული და ისეთია, თორემ სტანდარტული აი ეს ჩიბუხი მაგალითად აი ეს ღირს $10. ეს არის სტანდარტული ჩვეულებრივი ჩიბუხი. სხვა რა უნდა ითქვას ახლა? ამბობენ რომ ამ ჩიბუხში ამერიკული ბერლი განსაკუთრებით და ბევრი ამერიკული თამბაქოები სულ სხვაგვარ ესეთ გემოს იძენენ, კარგი გლეხური გემო. როგორია არ ვიცი ეს კარგი გლეხური გემო, მაგრამ თქვენთან ერთად მოვწევ ამ ჩიბუხში რიგ თამბაქოებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ჩიბუხებში ვეწეოდი და ვიცი მათი გემოები და შემდეგ მოგახსენებთ. ამბობენ რომ რაღაც გარკვეულ სიტყვას უმატებსო თამბაქოს. ის მოეწონება, ვის არ მოეწონება, მომეწონება, არ მომეწონება, სხვა არის, მაგრამ ეს ექნება. როგორც გითხარით, უფრო საკოლექციოდან დავიწყე. ნახეთ, აი ჩიბუხი ხო ეს ნაწილი არის. აი ჯამში ჩიბუხი რომელიც შედის, ეს არის ჩვეულებრივი ხის და ის ჩვეულებრივად დაიწვება 5-6 მოწევის შემდეგ. ფაქტიურად აი ეს თითქოს აი მოჭრილია ისეთი დარჩება. აი ეს ეგრეთ წოდებული შტუკატურკა ან ფათხიც უკვე გამაგრდება და როგორ ფერს მიიღებს ჩიბუხი გამოგდება, ასევე გამოგდება აი ეს შტუკიც. მოგეთ დავიწყებთ ვირჯინიით გამოწვას და ნამდვილად შევხედავთ. რა თქმა უნდა ვირჯინიის გემო თავიდან იქნება ისეთი კარგი და ეს ხის წვის გემოც რომ მიეცემა ჩიბუხს, ესეც არ იქნება ორიგინალური, მაგრამ შემდეგ უკვე სხვაგვარი გახდება ჩიბუხის გემო გამოწვის შემდეგ. ეხლა სპეციალურად გავსინჯებ სერ უოლტერ რეგულარი ბერლი, აი ამ ამერიკულ მიზური მირშაუმის ჩიბუხში, სიმინდის ჩიბუხში. ძალიან მაგარი თამბაქოა, ძალიან მე მგონი ნელა პირველ ადგილზე გადის ჩემ თამბაქოებს შორის. და
აი ამ ჭიბუხში მაინტერესებდა როგორი იყო და თითქოს მართლაც არის ცოტათი განსხვავებული. ანუ აი ბერლის რაც სიტკბო დაუმატა თითქოს. არა, კარგი ტანდემია ეს თამბაქო და ეს ჭიბუხი. ძალიან მაგარია სავინილის ჭიბუხი, რომელიც ბერლისთვის მაქვს. იმაში რო ვეწევი. მაგრამ აი ჩამოუვარდება მეთქი ამაში ვერ გიტყვი და რაღაცით განსხვავებული გემო აქვს. ანუ თუ უფრო კონსერვატიული გემო მოგინდებათ ბერლის. მაშინ ის არის კარგი. აი სავინელის ჭიბუხი კლასიკური. თუ უფრო მეტი სიტკბო გქონდეს და ეხა არომატიკა და ეს არ აქცევს, მაგრამ აი ცოტა უფრო ხალისიანი და მხიარული აი ამ ჭიბუხში. სასახად კარგია. ამ ჭიბუხსაც და ამ თამბაქოსაც უწევ რეკომენდაციას. კიდევ ერჯერ ვიმეორებ. მისური მერშაუმის სიმინდის ტაროს ჩვეულებრივი სტანდარტული ჭიბუხი და აი ეს სერვოლტერ რეგულარი. ამის პასი სადღაც $10 არის, $9-დან $10-მდე, ის თამბაქო კიდე $5-დან $6-მდე ღირს. ასე რომ საკმაოდ ბიუჯეტურადაც შეიძლება დეზიაროთ აი ამ თამბაქოს და კარგ ჭიბუხს.